თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათედევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. ასევე დღევანდელ პროცესზე გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. კერძოდ კი სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ ექიმმა და ექსპერტმა მისცეს. მე შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით 19 ნოემბერს დილის საათებში თბილისში მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას ბრალდებულმა სამპოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს თავად. მათედევიძე ბრალს არ აღიარებს. შეხება სამედიცინო დახმარების აღმომჩენ პირს ბრიგადის გასაგებია მან განაცხადა ის, რაც ნახა, რომ დაზიანება ჰქონდა, მაგრამ აქ მთავარი არის დეტალები. ჩვენ გვახსოვს, რომ გამოვკითხეთ დაზარალებული პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომელმაც ასეთი რამ განაცხადა, რომ მართალია მას ჯოხი მათემ წინიდან გადაარტყა, მაგრამ დაზიანება მიიღო უკანა მხარეს ბეჭესარეში. მთავარი არის ეს დეტალები. საინტერესოა წინიდან ადამიანს ჯოხი რომ მოხდება, უკან დაზიანება როგორ უნდა მიიღოს. ბრალდების მხარემ დაკითხა მოწმეები, დღეს დაიკითხა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა ის, რომ ვიდეო ჩანაწერები, რომელიც საკვლევად იყო მისთვის წარდგენილი, რომელშიც ასახულია ბრალდებულის მოქმედებები პოლიციის თანამშრომლებისათვის, ასე ვთქვათ, ჯოხის დარტყმა, აღნიშნა ის, რომ სწორედ ეს პიროვნება არის ნამდვილად მათედევიძე, ეს დასკვნა არის კატეგორიული და სასამართლოს მიაწოდა ამის შესახებ ინფორმაცია. ასევე დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაიკითხა ექიმი, რომელმაც სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა ამ საქმეზე დაზარალებულ პირს გიორგი ესტატაშვილს, რომელიც სხდომაზე ასევე დაიკითხა. გიორგი ესტატაშვილმა განაცხადა ის, რომ ხრის მიდამოში აღენიშნებოდა ზიანებოდა თქონდა ტკივილი როგორც ხრის, ასევე ზურგის მიდამოში და სწორედ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ექიმისაგან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირს აღენიშნებოდა სიწითლე სწორედ ხრის სარტყელში, რომელიც მოიცავს როგორც მხარს, ასევე ზურგის მიდამოს.